Ასერთი მომხრე 10 წინააღმდეგი ესაა კენჭისყრის შედეგი ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში. დემოკრატიის ვითარება საქართველოში ეს იყო დებატების მთავარი თემა. რაც კენჭისყრას უსწრებდა წინ, კონგრესის ორმა მომხსენებელმა თბილისში ვიზიტის შემდეგ მოამზადა ანგარიში, რომელშიც სრულად არის ასახული საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. ნინო თამარ ნუცუბიძე, ჟურნალისტი, ევროსკოპის რედაქტორი, გვიერთდება პირდაპირ ეთერში სტრასბურგიდან. თამარ, საღამომშვიდობისა, საინტერესოა რა ხდებოდა ამ სხდომაზე, როგორ წარიმართა ეს დებატები და ცხადია გვაინტერესებს უმთავრესი, უფრო კონკრეტულად რა წერია რეზოლუციაში. მოგესალმებით, უნდა აღინიშნოს საინტერესო ამბავი ის არის, რომ ზოგადად ეს კონგრესი განიხილავს ადგილობრივ მმართველობას, თვითმმართველობებს, მერიებს და ასე შემდეგ და ამ დებატებზე ფაქტიურად საუბარი იყო იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც დღეს არის საქართველოში. რა თქმა უნდა, საუბარი იყო მომავალ ადგილობრივ არჩევნებზეც, მაგრამ კონცენტრირება ყურადღების იყო სწორედ ამ პოლიტიკურ გარემოზე, რაც ახლა არის საქართველოში. ორი მომხსენებელი იმყოფებოდა ვიზიტით თებერვლის დასაწყისში თბილისში და მათ საკმაოდ კარგად მომზადებული ანგარიში წარადგინეს. ორ დოკუმენტს უყარეს დღეს კენჭი, ეს არის ერთი სწორედ ამ ანგარიშზე დაფუძნებული რეზოლუცია და მეორე რეკომენდაციები, რომელიც ასევე აი ამ ორი მომხსენებლის ანგარიშზე იქნა დაფუძნებული და ორივე დოკუმენტს უმრავლესობით 101 ხმით დათანხმდა, კონგრესის წარმომადგენლები. საკმაოდ მწვავე გამოსვლები ჰქონდა ორივე მომხსენებელს და მთლიანად ჰქონდათ ასახული არსებული ვითარება და სხვათა შორის ერთ-ერთმა ისიც თქვა, რომ მათი ვიზიტის მერე და მას შემდეგ, რაც მათ ეს ანგარიში დაწერეს, მათ იციან და ინფორმაცია აქვთ, რომ კიდევ უფრო გაუარეს და ვითარება საქართველოში, რომ ქართული ოცნება უფრო მეტად რეპრესიულ კანონმდებლობას იღებს ახლა თავისუფლებების შეზღუდვაზე მედიასთან დაკავშირებით, რაც ასევე რა თქმა უნდა, როგორც მათ თქვეს, არის შემაშფოთებელი. საინტერესო იყო ისიც, რომ სპეციალურად ყავდათ მოწვეული ვენეციის კომისიის პრეზიდენტი. ვენეციის კომისიამ გააკეთა შეფასება სწორედ საარჩევნო კოდექსის მომავალი აი ამ ადგილობრივი არჩევნების წინ და პრეზიდენტიც იყო ძალიან კრიტიკული. მან მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ ყველა ის შესწორება და თქვა, რომ 20 შესწორება იქნა შეტანილი და მოუწოდა, რომ უკან გაიწვიონ ეს შესწორებები და ზოგადად განწყობა იყო ისეთი, რომ პრინციპში კრიტიკის გარდა შეიძლება ითქვას, არც არაფერი მოგვისმენია და ეხლა თქვა, ჩვენს მაყურებელს შეუძლია მოისმინოს ერთ-ერთი მომხსენებელი და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის გამოსვლაც ამ დებატებზე. To see that the situation has only worsened. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სიტუაცია გაუარესებულია და სიღრმისეულ უარყოფით გავლენას ახდენს დემოკრატიაზე. ფართოდ უარყოფილი საპარლამენტო არჩევნების და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაყოფა გაღრმავდა. ძალაუფლება გადამეტებულადაა კონცენტრირებული მმართველი პარტიის ხელში, რამაც განაპირობა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ბოიკოტი. დღეს პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენენ ის პარტიები, რომლებიც გამოეყვნენ მმართველ პარტიას, მაგრამ არ გააჩნიათ მასთან ფუნდამენტური უთანხმოება. ყველა საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით მიიღეს, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. ჩვენ შეშფოთებას ემატება ისიც, რომ ახლახანს მიღებული კანონების, კერძოდ უცხოური აგენტების შესახებ კანონის შედეგად გაძლიერდა NGO-ებისა და მედიაში განსხვავებული ხმების მიმართ დაშინება და სტიგმატიზება. ახლა ისინი ძალიან რთულ პირობებში ოპერირებენ. ძირი ეთხრება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ორი მედია გამოცემის დამფუძნებლის, ბზია ამაღლობლის დაკავება. მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიებმა კიდევ უფრო გაანადგურა თავისუფლება. Let me recall
მინდა შეგახსენოთ, რომ ვენეციის კომისიის კოდექსის მიხედვით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია ადამიანის უფლებების, გამოხატვის, მედიის, თავისუფალი გადაადგილების უფლების, თავისუფალი შეკრების უფლებების გარეშე პოლიტიკური პარტიების შექმნის ჩათვლით. ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ ხელისუფლებამ გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს და შეუდგეს კანონების შედგენის ნორმალურ პროცესს. უნდა ვახსენოთ დაჩქარებული წესით ახლახან მიღებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ეხება ადგილობრივ არჩევნებს. ვენეციის კომისიამ უკვე გამოხატა შეშფოთება, ეს ეხებოდა გენდერულ კვოტებს. რეკომენდაცია კი მოიცავდა დროებითი ზომების მიღებას ქალთა წარმომადგენლობის გაუმჯობესებისთვის პარლამენტში და ადგილობრივ ორგანოებშიც. პლენარულ სხდომაზე გამომსვლელთა რაოდენობა და მსურველთა რაოდენობა არ იყო ცოტა და აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანს არც ერთი სიტყვა პოზიტიური არ უთქვამს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ძალიან საინტერესო შედარება გააკეთა ნიდერლანდების წარმომადგენელმა. მან თქვა, რომ საქართველოს მატარებელი ახლა სრული სიჩქარით მიქრის და მიმართულება ამ მატარებელს აქვს აბსოლუტურად არასწორი. ასევე ერთი დაკვირვება მინდა გითხრათ, რომ ტრადიციულად ჩვენი მეზობლები ყოველთვის უფრო რბილი არიან პოზიციებში და ამ შემთხვევაში სიტყვა ითხოვა სომხეთის წარმომადგენელმაც, თურქეთის წარმომადგენელმაც, თუმცა ყველა მათგანი იყვნენ კრიტიკული და სომხეთის წარმომადგენელმა ძალიან კარგი შედარება გააკეთა, რომ სულ რამდენიმე წლის წინ მისი თქმით საქართველო იყო წინ იბამდა რეგიონის ქვეყნებს სწორედ აი ამ დემოკრატიის და ევროინტეგრაციის გზაზე და მან დიდი სინანული გამოთქვა, რომ ახლა ყველა ხედავს, რომ პირიქით საქართველო ჩამოშორდა ამ ევროპული ინტეგრაციის გზას და პრობლემების გარდა დღეს არაფერზე ხდება აი ესეთ შეხვედრებზე საუბარი და ყველა გამომსვლელმა თითქმის თავისი გამოსვლა დაამთავრა მოწოდებით, რომ უნდა გათავისუფლდნენ დაპატიმრებულები და თავისუფლება მზია ამაღლობელს. ეს იყო მოწოდება გამომსვლელი დეპუტატების. ვენეციის კომისია ამ დარბაზში ყველას გვეუბნება, საარჩევნო კანონის შეცვლა ერთ წელიწადში, მით უმეტეს არჩევნების წინ მიუღებელია. გარდა ექსტრემალური გარემოებებისა, საქართველოში ასეთი გარემოებები არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. სამწუხაროა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ჯერა დემოკრატიული პროცესების. ამიტომ ვთხოვ კონგრესს, კვლავ მიმართოს ვენეციის კომისიას და გადახედოს იმ ცვლილებებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საარჩევნო კანონში. The situation in Georgia is worrying. საქართველოში სიტუაცია შემაშფოთებელია, რადგან იზღუდება ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ადამიანების, NGO-ებისა და მედიის მიმართ. შემაშფოთებელია, ვინაიდან ხორციელდება რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ვინაიდან ახდენენ ოპოზიციის დაშინებას და მარგინალიზაციას, ვინაიდან ხდება უცხო ჩარევა. ეს არ არის ის საშუალებები, რომლითაც ამ ინსტიტუტის ღირებულებები უნდა დაიცვა და არ არის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ახლოს მიიყვანს. სერიოზულად გვაღელვებს დემოკრატიის სტატუსი, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საქართველოში. მატარებელი სრული სიჩქარით მიდის არასწორი მიმართულებით. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას ეროვნული ინტერესები და ვალდებულებები. აუცილებლად უნდა ითქვას იცით, რომ დარბაზში იმყოფებოდა ქართული დელეგაცია, როგორც ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობიდან ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები და 3 წარმომადგენელი ქართული ოცნების სიტყვით გამოვიდა და აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო მათი გამოსვლები კონტექსტიდან. მხოლოდ ამ 3 გამომსვლელმა ადგილიდან თქვა, რომ ყველაფერი კარგად არის საქართველოში, რომ ის კანონმდებლობა, რასაც ახლა აპირებს და იღებს ქართული ოცნება, არის შესაბამისობაში საერთაშორისო კანონმდებლობასთან, მაგალითად მედიის კანონზე ითქვა, რომ ეს ბრიტანული ვერსიაა, რაც შეეხება გარეჩარებებს, ასევე იყო ამაზე ლაპარაკი და ქართული ოცნების წარმომადგენელმა თქვა, რომ თუ კი არ მოსწონთ წარმომადგენლებს აქ გარეჩარება, მაშინ რატომ არიან წინააღმდეგი აი ამ ფარას კანონის შემოღების და ასევე საუბარი იყო, რომ იყო ანუ ეს აქციები არ იყო მშვიდობიანი ხასიათის,
რომ თითქოს და 20 ოთახი დაიწვა პარლამენტში და ასევე რომ იყო თავდასხმები პოლიციაზე. ეს იყო პოზიცია ქართული ოპოზიციის. კი ბატონო, თამარ, ჩვენი საუბრის მიწურულს ერთი შეკითხვა, რომელიც ეხება უშუალოდ ამ რეზოლუციის და ზოგადად რეზოლუციების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა ქართული ოცნება იცით რომ აი ყოველთვის ცდილობს რომ ნიველირება გაუკეთოს უკვე ნებისმიერ განცხადებას, მოწოდებას თუ რეზოლუციას დასავლეთიდან. ჩვენი აუდიტორიისთვის ბუნებრივია საინტერესოა რა გავლენა აქვს ასეთ რეზოლუციებს, ასეთი ტიპის განცხადებებს, რომელსაც ახლა ვისმენდით ამ სხდომაზე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. ვახო, ეს შეკითხვა მქონდა მე ამ კონგრესის წარმომადგენლებთან, ვისთანაც ინტერვიუები ჩავწერე, სწორედ რომ მარტო ეს განცხადებები თუ უშველის რაღაცნაირად პროცესს. ისინი ამბობენ, რომ დემოკრატია მუშაობს ასე და სხვანაირად ვერანაირად და რომ ისინი მაინც თვლიან, რომ სანამ ქვეყანა ასე თუ ისე აფიქსირებს და რჩება ორგანიზაციაში და კანონიერად და საჯაროდ აქვს პასუხისმგებლობა აღებული სხვადასხვა ორგანიზაციების წინაშე, ისინი ამბობენ, რომ ეს პლატფორმები უნდა იყოს გამოსაყენებლად, თუნდაც დიალოგისთვის და აი ამ პოზიციის გასაჟღერებლად. და ადრე თუ გვიან ვახო პროცესებს გააჩნია, მაინც ადრე თუ გვიან აი ის მოწოდებები და თქვათ ის რეკომენდაციები, რაც მეორე დოკუმენტად იქნა მიღებული, ქვეყნებს ეროვნულ დონეზე მაინც მოუწევს თუ კი სიტუაცია არ გაუმჯობეს და ადრე თუ გვიან თავად ამ ქვეყნებს თუნდაც ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებს მოუწევთ რომ გაითვალისწინონ საქართველოსთან მიმართებით. დიდი მადლობა თამარ, ეს იყო პირდაპირი ჩართვა სტრასბურგიდან. თამარ ნუცუბიძე, ჟურნალისტი, ევროსკოპის რედაქტორი გვიყვებოდა დღეს იქ რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის კონგრესის პლენარული სხდომის მიმდინარეობაზე.